ცრუობს და ძალიან სამწუხაროა, რომ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო ტყუილით. ეთქვა მას გონია, რომ პოლიტიკაში მაინც ტყუილით უნდა მოვიდნენ, პრინციპში ბევრი ყავს ასეთი კოლეგა. მე გადავამოწმე ეს ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ პარტიასთან, არც ერთი პარტიის ლიდერთან მას თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ ქონია. ამიტომ მე ვთხოვ მას, რომ დღის ბოლომდე ან დაასახელოს, რომელი პარტიის ლიდერთან ქონდა მას კონსულტაციები, ან მოიხადოს ბოდიში. ან იქნება ფუფლო. როცა ამ რეფორმას იწყებ, რომელი ხელისუფლება და როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში მინიმუმ უნდა ქონდეს მცდელობა იმისა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან, აქტიურ არასამთავრობო სექტორთან და ზოგადად მოსახლეობასთანაც მაქსიმალურად იყოს გავლილი ეს რეფორმა და იყოს მაქსიმალური მაღალი დონის კონსენსუსი. ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტის დადებას შაბათს იქნება 2 საათზე კონფერენცია ამის თაობაზე, სადაც უკვე ამას ყველაფერს თეზისების სახით კანონპროექტის პრინციპებს გაგაცნობთ. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლობის შეწყდეს პარლამენტში განხილვა თვითმმართველობის რეფორმის, ანუ თვითმმართველობის კოდექსის და ასევე შეიქმნას მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო გარემოს და რეფორმირებაზე იმუშავებს, მოყვა სავსებით არაადეკვატური პასუხი განსაკუთრებით მერობის კანდიდატისგან ბატონი ნარმანიას მხრიდან.